კურიერში ამბობენ რაღაც და მე გვასწავლიდა მედვედევს, რომელიც აბსოლუტურად არ იცხოვდა. ლაპარაკობდა, რომ აი რუსეთმა დაიწყეს ომი. შემდეგ მედვედევი ამბობს, როდესაც ჩვენ გვეცვლეს გრადებით, ტანკებით, მე მოვუგზავნე უპასუხო. უშკარ ოთხი რუსეთის ყველაზე წამყვანი პოლიტოლოგია მარკოვი, მე მომდიდრებულ თქვა. ჩვენ არ გვაწყობს არც ბუჯანანზე, არც ალასანია. იმიტომ ისინი არიან პროამერიკულები, ოღონდ დაავადებულები, ჭკვიანები და გატარებენ პროამერიკულ პოლიტიკას. ერთის და მეორეს და ჩვენ გვაწყობს სააკაშვილი. სააკაშვილი კი პირდაპირ ჯამბაზია. მისი ჯამბაზობას ვერ გვაწყობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს შორის ხელშეკრულებას ხელი 4 იანვარს მოეწერება ამის შესახებ მთავრობის ფონდზე სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა. მისით ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულებაში უსაფრთხოებას საკმაოდ სერიოზული ადგილი უკავია. იაკობაშვილის განცხადებით ხელშეკრულება საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სისტემების თანამშრომლობას გულისხმობს. ხელშეკრულებას შეეწერება ხელი და ფიქრობ, რომ იქნება ისტორიული მომენტი საქართველოსთვის, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლებელი სამყარო სახელმწიფო და პატარა სახელმწიფოსთვის სტრატეგიული პარტნიორობა მასშტაბის ქვეყანასთან არის უზაოდ ისტორიული მიღწევა ამ ხელისუფლებისგან. მე რაც მაქვს გაკითხული ბოლო ვერსია ის უსაფრთხოება საკმაოდ სერიოზული ბლოკია ეკონომიკური და პოლიტიკური თანხმობა და გულისხმობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების თანხმობას და ჩვენი უსაფრთხოების სისტემის სერიოზულ განვითარებას. ლეიბორისტების საქართველოს ამერიკას შორის ურთიერთობების განსაზღვრულ დოკუმენტს სკეპტიკურად აფასებენ ეს განკისადისმით დოკუმენტის მიღებამდე ხელისუფლება ვალდებულია ტექსტის წინააღმდეგ საჯარო განხილვის საგანი გახადოსთან მხოლოდ ამის შემდეგ ითვლეს მის ხელმოწერაზე. კითხავენ ამბობს თუ დოკუმენტს კარგია დაერთმევა მასში ასახული მუხლები არც ერთი მხარისთვის სავალდებულო შესაძლებელი არ იქნება. ლეიბორისტების შეფასებით ჯერ კიდევ მზადების პროცესში მყოფი შეთანხმება მხოლოდ პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ის გრაი და დანიელ ფრიდ სააკაშვილის პოლიტიკის გაგრძელებაა. ეს გამოვხატო ლეიბორისტული პარტიის ოფიციალური პოზიცია იმ სავარაუდო ხელშეკრულებასთან, დეკლარაციასთან თუ ქარტიასთან დაკავშირებით, რომლის არც ფორმა, არც შინაარსი ჯერჯერობით ცნობილი არ არის არათუ პოლიტიკური პარტიებისათვის, არამედ თავად ხელისუფლებისათვის, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. და თქვენის მეშვეობით ვაუწყო საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია, რომელიც გახლავს კერძო ტიპის ავანტიურა დენიელ ფრიდ გრაიზა სააკაშვილისა, ვინაიდან მანამ და ვიდრე ახალი ადმინისტრაცია არ შედგომია თავის უფლებამოსილებას, მე ვფიქრობ, ეს უკვე სახიფათო ტენდენციის შემცველ პროპაგანდისტულ პოლიტიკას გვევლინება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთშენდებისკენ მოუწოდა სამაგისტრო საკათედრო ტაძარში საწყისასწავლო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა ხელს დაიწყო პირებს ხადაგებით მიმართა. სამაგისტრო საწყისასწავლო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლების და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ პატრიარქს აღწერებიდან 21 წლის თავი კიდევ ერთხელ მიულოცეს რუსეთის პრეზიდენტი და საქართველოს საქმეთა მინისტრის წერილს გააცნეს. პატრიარქის ხადაგების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის დელეგაციის წევრებთან ერთად სამების ახალგაზრდულ ცენტრში გამართული გამოფენა დაათვალიერა.
აგვისტოს მეურნეობის შესწავლილი საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილებით საჯარო გახდება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც კომისიის დახურულ სხდომაზე სხვადასხვა მაღალ შინაარსებმა გააჟღეროს. კომისიის წევრების განცხადებით არსებობს დოკუმენტური მასალა